ახალი ამბებით პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პროკურატურას მოსაკვლევად ახალ მასალებს უგზავნის. საქმე ეხება ავტომაგისტრალების მშენებლობისას პრივატიზებული სახელმწიფო მიწების გაზრდილ ფასში ხელახალ გამოსყიდვის პროცესს, რომელშიც ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები და მაღალი რანგის შინავნიკები ფიგურირებდნენ. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კონკრეტული სამართალდარღვევის ნიშნებს მილენიუმ ტრანსის საქმიანობაში ხედავს. სამშენებლო კომპანიას პრეზიდენტის განკარგულებით 1 კვადრატული მიწა 7 თეთრად გადაეცა. მოგვიანებით კი ამავე საწარმოსგან ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აღნიშნული მიწა 12 ლარად გამოისყიდა. მილენიუმ ტრანსის მეწილეები საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჯემალ ინაიშვილი და ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე და თემურ ჯაში არიან. ამ ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის სახელმწიფომ გამოისყიდა მიწის გარკვეული ფართობები, რომელიც კერძო მფლობელობაში იმყოფებოდა. აღმოჩნდა, რომ ნაწილი ეს მიწები ეკუთვნოდა კომპანიას მილენიუმ ტრანს, რომელსაც ეს მიწები გადაეცა 2008 წელს, ნაწილი გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი განკარგულებით, პირდაპირ მიყიდვის წესით, კვადრატული მეტრი 7 თეთრად, ნაწილი კი გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის და ფინანსის სამინისტროს მიერ. პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემული მიწა 1 კვადრატული მეტრი იყო 7 თეთრი ფასი, ხოლო შემდგომ უკვე, როდესაც გამოსყიდვა მოხდა 12 ლარად.